ჩემი შვილი მიკვდება, ხელებში მაკვდება და მე ვერაფერს ვერ შველი. ანემია დაუდგინდა. 10 კაცის სისხლი გადაუსხეს. ეს 11 წლის მარიამია. საბრალობავ სარკეში ჩახედვის ეშინია, რადგან ანემიის რთული ფორმის გამო მიცვალებულის ფერი დაედო სახეზე. ეს კი მარიამის დაიგო 10 წლისანია. როდესაც ბავშვი ფონდის კორესპონდენტს თავისი ერთადერთი დაიგოს ავადმყოფობაზე ესაუბრებოდა, ცრემლები წამოსვივდა ზღვისფერი თვალებიდან. ბავშვის ანემიისგან განკურნება საქართველოში ვერ შეცვლეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება. იმ შემთხვევაში, თუ მარიამ სასწრაფოდ არ ჩაუტარდება გამოკვლევა საზღვარგარეთ, ტრაგედია დატრიალდება წურწუმიების ოჯახში. ქოხში მცხოვრებ შეჭირვებულ ოჯახს კი საკვები საყიდელი ფულიც არ აქვს. თურქეთში უნდა გადავიყვანოთ სასწრაფოდ. თურქეთში როგორ გადავიყვანო ბავშვი, საჭმლის ფულიც კი არ მაქვს. ერთ ოთახში ვცხოვრობთ 4 ადამიანი ქოხში. ეს პატარა ნაგებობა პირუტყვის სადგომი არ გეგონოთ. ეს წურწუმიების ერთადერთი საცხოვრებელია. შეხედეთ ამ ლურჯ პოლიეთილენის პარკს. სწორედ ეს არის სახლის ჭერი. ბნელ ნესტიან და პირქუშ ოთახში ერთადერთი სინათლე ეს მშუტავი ნათურაა. ეს კარდონი კი გახვეტილი სახურავიდან წვიმას და ქარს აკავებს. ავადმყოფობის მიუხედავად მარიამი ცდილობს, რომ ბაღში საგაზაფხულო საქმეები გააკეთოს. ბავშვმა იცის, რომ მწვავებით მოგროვებული კაპიკები დედამ მისი მედიკამენტების შეძენისთვის დახარჯა. ამის გამო კი მარიამი თითქოს სინდისის ქენჩნას გრძნობს, რადგან ხედავს, რომ თავისი დაიკოსთვის განკუთვნილ ფულსაც კი დედა წამლებში ხარჯავს. კეთილო ადამიანებო, ვინც ამ ვიდეოს უყურებთ, გამწარებული დედის ვედრება შეისმინეთ. შვილი გადამერჩინეთ, გევედრებით. როდესაც ფონდის კორესპონდენტი წურწუმიების სახლს ტოვებდა, ეს სელქი და მხიარული ძაღლი მომენტალურად შეიცვალა. თითქოს იგრძნო, რომ მალე გადაწყდებოდა თავისი ერთგული მეგობრის, მარიამის ბედი. და მართლაც, ფონდის ერთგულო მეგობრებო, საბრალო ბავშვის ბედი მხოლოდ თქვენს ხელშია. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.